ვისაც თავის დროზე ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს, ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ. დღეს 5 მათგანს ჩამორთმეული მიკროავტობუსები დაუბრუნდათ, თუმცა როგორც დაზარალებულები ამბობენ, ეს ზღვაში წვეთია. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა ადამიანებს აკავებდნენ, შემდეგ კი ძვირადღირებულ ავტომანქანებს საკანშივე აფორმებინებდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული იმასაც ერწმუნება, რომ მისი ავტომობილი ჩინაგა საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დღესაც ჩვეულებრივად სარგებლობენ. ქეთი ხიდიშელია პირდაპირ ეთერში. ქეთი, თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი ითხოვს ასე ჩამორთმეული მანქანის უკან დაბრუნებას? უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მსგავსი ათობით შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადვოკატი ირმა ჭკადუა მუშაობს 22 ანალოგიურ საქმეზე. ამ სიუჟეტზე მუშაობისას ჩვენ წავაწყდით საინტერესო ინფორმაციას, როგორც აღმოჩნდა, წლების წინ ჩამორთმეული ავტომანქანებით დღესაც სარგებლობენ მაღალჩინოსნები. ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბიზნესმენმა. გია თოდაძემ ბიზნესმენი დღეს სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. გია თოდაძემ საკუთარი ავტომანქანა მისთვის უცნობ პირზე ციხის საკანში გადააფორმა. ამბობს, რომ Range Rover Sportage-ის გაჩუქების იმიტირებულ პროცესს ნოტარიუსიც ესწრებოდა. ნოტარიუსი მომიყვანეს ციხეში, გადაუფორმოთ მე მანქანა. სამთვეში მომწეს დამათავისუფლოს პირობით გადამახტევინეს ფული. 195,000 ლარი და პირობით გამომიშეს გარეთ. ბიზნესმენი 2010 წელს სასჯელს დანაშაულის დაფარვა შეუტყობინებისთვის იხდიდა. Range Rover Sport-ი მას პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ დაათმობინეს. დაზარალებული ირწმუნება, რომ ძვირადღირებული ავტომანქანით წლების განმავლობაში კუდის მაღალჩინოსნის ლევან ქარდავას მეუღლე სარგებლობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ბრალდებით თოდაძის ადვოკატმა საქმის გამოძიება მოითხოვა. ავტომანქანა აუქციონიდან მოხსნეს და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. თუმცა რამდენიმე დღის წინ საკუთარი ავტომანქანა თოდაძემ სასტუმრო რედისონთან შენიშნა. ავტომობილს ოპერატიული სანომრე ნიშნები ეკეთა და ის თბილისის სამმართველოს შენობის ეზოში შევიდა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ წლების წინ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანებით მოქმედი მაღალჩინოსნები დღესაც სარგებლობენ. ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, დღეს მოქმედი მაღალჩინოსანი იმხილება ამ ავტომანქანების ესე სრულიად მსვლელობით ყაჩაღურად როგორც ტერორისტებს ართმევდნენ, ესე წართმევაში. ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, რომ ბატონ გია თოდაძეს და არა მარტო გია თოდაძეს 22 ავტომანქანა ამოღებული იქნა აუქციონიდან, ანუ გაყიდვა მათი შეჩერდა, დაუბრუნდეს. მე საკუთრებს გია თოდაძის მსგავსად ავტომანქანის იძულებით გადაფორმების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის არის ეკა ბურჯანაძის საქმეც. 2007 წლის სექტემბერში ბურჯანაძე ჭონქაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს და მოდულის შენობაში მისვლა მოსთხოვეს. იქ კი უთხრეს, რომ მეუღლის სახელზე გაფორმებული ავტომანქანა ჩუქების აქტის საფუძველზე მირიან ჩაჩავას სახელზე უნდა გადაეფორმებინა. უთხარი რომ რატომ უნდა დავთმო მანქანა, რომელშიც მე 10,000 დოლარი მაქვს გადახდილი და მათმა მესაზღვრემ შემოუშვა და მებაჟიმ განაბაჟა. ეს არის განბაჟებული მანქანა. რასაკვირველია იქ ჩამოწოლილ სიჩუმეზე მივხვდი, რომ ამით შეიძლება მეტი პრობლემა შემექმნა ჩემი ოჯახისთვის. სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით რევაზ ჯიბლაძეს გაუმართლა 4 წლის შემდეგ მან კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი დაიბრუნა. ჯიბლაძემ 2010 წელს ავტომანქანა გერმანიიდან შეკვეთით ჩამოაყვანინა. რამდენიმე თვეში კი სამართალდამცველებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ შეძენილი სამარშრუტო ტაქსი მოპარული იყო. მანქანა ჩამოართვეს. ჯიბლაძის მსგავსად ავტომანქანა დღეს 4 ადამიანმა დაიბრუნა. ჩამოვიდა ფოთში მანქანა, გავამბაჟე ადგილზე, თან ნომრები ყველაფერი გავაფორმე იქ და შემდეგ 2 თვე ნახევარი ვიმუშავე ჩემთან რაიონში და მოდის ტელეფონზე პასუხი რომ მირეკავენ მანქანა ჩამოიყვანეს შევამოწმოთ უნდაო და შეამოწმეს მანქანა და ეს მანქანა მოპარულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იყო მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ერთობლივი ზომების შედეგად დადგინდა, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ კეთილსინდისიერის შემძენი პირები. კანონიერ მეპატრონეს ამ დრომდე მხოლოდ 5 ავტომანქანა დაუბრუნდა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. პროკურატურაში საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ასობით განცხადებაა შესული. ქართული ოცნების დეპუტატები ფიქრობენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ფეულობით და ასეულობით შემთხვევა იყო ფაქტია და თუ კი რეალურად ეს ქონება არსებობს და არ არის დაზიანებული, არ არის გასხვისებული, არ არის განადგურებული და ისევ სახელმწიფოს ბალანსზეა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, რომ ის უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. წლების განმავლობაში ნებით თუ ძალდატანებით სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების ჩუქების ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. 2005 წლიდან კი იძულებით ნაჩუქარი ქონების ნუსხაში ავტომანქანებიც გაჩნდა. თითოეული დაზარალებული დღეს კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორც ნახეთ, დღეს კანონიერ მეპატრონეას მხოლოდ 5 ავტომანქანა დაუბრუნდათ. კითხვაზე, როდის მიიღებენ ჩამორთმეულ ქონებას სხვა დაზარალებულები, შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული პასუხი არ აქვს. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს.